დღე მშვიდობის მეგობრებო, რაშობით როგორ ახართ? გათენდა 28 ივლისი, გათენდა კი არა, საღამოა უკვე ფაქტობრივად. თეკლას დაუსწორეთ მევი, არა საღამო, არა ჯერ 26 წუთი არის 3-ის. თეკლას დაუსწორე მეგობრებო მევი. განახებთ ხარ ალამაზად აქ, კაი ხანია მღვიძავს. უბრალოდ არ გადამიღი არაფერი და დამემართა პრიკოლი და გეტყვი. გუში მომივიდა მესიჯი, რომ დენი წავიდოდა დილის 9 საათიდან ღამის 11 საათამდე. გაწუხელი ეგენი გავაფრთხილე, მოვამზადე, რომ მეთქი აუცილებლად ტელეფონები დატანეთ, რომ ხვალე დენი არ იქნება მთელი დღე თქო. ხო და დავწექი ახლა წუხელი და დევიძინე, უკვე დევიძინე, რა YouTube-ზე ვუყურებდი ვიდეოს. ჩამძინებია და დილას რო გავახილე თვალები, უკვე მზად ვიყავი, რომ დენი არ იყო და დენი არ იქნებოდა. და ასე გადმევიხედე და შევხედე, ვხედე რომ ეს არის ანთებული, მეგობრებო, ეს სულ ანთებული აქვს, სულ ჩართული მაქვს და იქ ვიწექი მე. და როგორ მომწიე ეს თავი და შევხედე რომ დენი არის, მეთქი, ასე ვქენი თვალები. და ალბათ ადრეა და მიტოვარწები და ადრე გამიღვიძა თქო რა, 9 არ არის ჯერ თქო. მე ვიცი ეს ჩემი ტელეფონი ჩავარდნილა საცხა იქანა ამევიღე ეს ტელეფონი დავხედე საათს და უკვე იყო პირველი დაწყილი. და ტელეფონი მქონდა 5%. წამოვხვდი უცებ ვაიმე იქნება შეიძლება შეეშალათ ახლა შეიძლება ახლა წევიდეს თქო და შევაერთე სასწრაფოდ ეს ტელეფონი და მე ტვიში დამიტრიალა მოდი მესიჯი ვნახავ ხელახლა თქო. და გადავამოწმე მეგობრებო მესიჯი ხელახლა და ელექტროენერგიიდან კი არ მომსვლია მესიჯი, წყალკანალიდან მომსვლია. ანუ წყალი წავა 28 ივლისო დილის 9 საათიდან საღამოს 11 საათამდე. ამასე აგიხდეთ ყველაფერი წყალი არ გვაქვს. გამიხარდა. დენის წასვლას წყალი მირჩევნია. ხო და ახლა თეკლას დაუსწორეთ ბები და თეკლა მიდის მაღაზიაში რომ იყიდოს წყალი, ხო? იმიტომ წყალი არ ვიცოდი წუხელი თუ რა ვავსებდი რა მე მეგონა დენი იყო და მაგიტო. და კიდე რაღაცებს იყიდიან რავი რაც უნდათ და ლუკამ თავის 5 ლარი ხო აქ გუშინ რო აჩუქეს და რა შობი გაგო 5 ლარი ხო აქ ლუკას თავის ფოტოები ჩამიყარე ყველა და იმ 5 ლარით იყიდის ის რასაც უნდა და ამას კეთები დაუსწორი აბა ჩემთვის მე ვასწორებდა დაუსწორეთ და იმ სიგზე გაზდია რომ რა ვიცი რა ტრაკამდიათ განახებთ და კიდე ისე თქვა მინდა და ის ახალი ზაზუნა კი არა და ის ახალი ზღვის კოჭი ჩაგრავს ამას დღეს მთელი დღეა ეჩხუბება ამას ეს არის პატარა და მოწკიპული და ეჩხუბება და გდია ახლა თვითონ იქანა და ხმას არ იყავს მარტო როა ის ამაზე დიდი არის არ უნდა მეყიდა დიდი შევწთი პატარა უნდა მეყიდა ამისავით ჩაგრავს იგი ამას ეს არის უსაყვარლესი უთქმელი ანუ ბუნჩულია არის და იგი არის ველური და ალქაჯი ანუ ტუტუცი უზრდელი ხო და ისე თუ გააგზავნოს მოქცევას გავალ და ვიყიდი გალიას ან ყუთში ჩავაგდებ და არ მივაკარებ ამას და იქნება დახუთული ყუთში ნახლებურ ვაწამო ჯოჯოხეთს მოუწყობ ამას მიჩაგრავს უკბინა წუხელი კი არა დღეს დილას ეჩხუბებოდა გადააშდა ზემოდან და კბენდა და აშკარად მივხვდი რომ ამას აწუხებდა და დაისვენა რომ ამევიყვანს ზევითა საბას აყავს აგ 1 საათია ზევითა უთქმელია უთქმელი მოუსვენარი ანუ მოუსვენარი ველური ალქაჯი კიდაღა ბლოგის ქვეშ შევარდა ქალო ხო კიდე გაი სულქანია და ვერ ჩაედია თორე აქადა რო ჩავარდნილი იყო ამაში და შეფეხსაბი ვიყავდი აგი ხო და ახლა თეკლას ფეს განახეთ როგორ აქვს მოდი აი ესე გაეზარ გაზდია მეგობრებო ამ სიგზეთმა ბოშს აი დაუსწორე მეგობრებო და ხელით მაქვს არა აქვს ხელითმა მაგრამ აი ძალამაზია მე მომწონს და დაგრძელებული აქ ამ გაზდილი აქვს ბოლოს რო ასე დავუსწორი 100 აქამდე ქონდა აი აქამდე ეს ხო და ახლა 100 აქვს შემოტრიალდი და თვითონაც არის ულამაზესი ახლა ფოტოები გადავუხე და ის ფოტოები თავის ტელეფონი გეფსები თეკლას ტელეფონი რო კაი ფოტოებს იღებს ვიდრე ეს აიფონი და თავის ტელეფონით გადავაღებიე ფოტოები და ჩამიყარა მესენჯერს Facebook-ზე უნდა დავდო ჩემი პრინცესა წადით ახლა ლუკა წადით ხო წავლიან ახლა და
წყალი სიყიდიან და რა ვიცი, კიდე რამე წამოიღო, რაც და საბაში ნაფილერ გინდა? ის რა ვიყიდე? დაიყიდე, რა ვიცი, იმას სახელია. რა ლიმონი რო? ლიმონის შვენი სად არის? ის მართახლის წანი იყო. ჰაუ, ამას ეს თმა რა ფერა აქვს რა? შევარდნაძე ხარ? მოიწი ერთუთი. რა უქენ თმას? სადაისვერდა წყალი არ არის. რა ფერა აქვს ეს ბადახო? რეზინა, აგერ აქანა დავდები რაღაცა შენი რეზინა გუში გავრეცხება. ას ლუკას ქოდი, ლუკა კიკინა გეკეთა? აბა ჩემი რეზინა დავთმი ხეში. ხო, წაით ახლა და მალე მოიჭ. ის 5 ლარი საფულეში ამეიღე საფულიდან ლუკა. პირველ უჯრაში დებ ჩემი საფული. ლიბერტი წეიღე ახლა. ხო. დენ მეგობრებო და დედა რამდენი ფული დაუხარჯიათ მე მგონი. მეიტანა იმან რეები ამეიტანა. დედა ქალო სამლარიანი წონები ამოუტანიათ ღერთმა შეარგოთ. მიშველე თვინმე მხალხო. და რა გავხსნა. რამდენი დახარჯეს მე წარმოსვლა მესეჯი. რა თავისთავად მაგას 5 ლარი ყოფოდა მაგაში? კი. ეს ერთი წვენი, ეს მეორე წვენი. რა ღირდა ეგენი? ვაიმე, ეგი 5 ლარი იღეს. მარტო ეგი იღეს 5 ლარი. მე ის ეგენი ყველა ლუკასია? არა, კაცო. ეს არის თავის ნაყი, ეს წელები შენი ფულით ნაყი. მოვიდოდა და ეს თავისით. კაი, და აქეთკენ რა ხდება? ის შემი ტელეფონი მომიტანეთ მესეჯი რომ მომდის იმაზე. შედები მაგზე და მაცივარში ახლა მე არ მინდა დალი თუ გინდა. კიდე რა არის აქან? დედა რა გავქ. M&M-სები და ეგ. არა. ხო და ის ტელეფონი მომიტანეთ მესეჯი რომ მომდის სად არის? ვიდი იპოვე საბა რამდენი დე დახარჯეთ? ჩეკი არ გამოგატანეს? ემაგი არა, მეორე დანგრეული ტელეფონი. აი მეცა მობაილი დავნახავ, მათ მეგობ ნახურა სიამონობა დაждდა ესეთი. არ ვიცი მეგობრო მესიჯი ვერ ვნახე მობაილზე და აგერ არის მესიჯები და არა თქვენთან ერთად ვნახავ ახლა. ჩემი ერთ 20 ლარამდე დახარჯავდნენ. 23 ლარი და 22 ცენტი. ამან დაგაყალა მაგია. გადიეხ გეფიცებით ხალხო ლუკა იმენა მე ვარ მაღაზიაში რომ ანუ მაღაზიაში მე რომ შევდივარ და ლუკა მგავს აი 9 ოჯახს ანუ ჩემნაირი ფლანგველი თეკლა რომ მიცხოვე მაღაზიაში მინიმალურ თანხას ხარჯავს და იმ მინიმალურ თანხაში იმდენი რაღაცა მოაქვს მოსკევზე მიყვირს ეგი ვინ არის ბიჭო ეგი ვინ არის შეალკოს ხოთარა შეფეხებია მაგრამ მაინც 23 ლარი და 22 ას გოუბერია ხალხო ლიმნის წვენი ჩაუწური ამაში და ლიმნის წვენს სვამს დალიაპა რეაქცია თუ გექნება ხო დალიაპა თუ დაიჭყანები ყველა მიდალია შელოდალია მე არ დამილევი რო ისწავლე აგი აგე ვყავს მიქელა ის გველი იქ არის რატო იქნებს სებობს თავს არ ვიცი ამ ლიმნის წვენი თეკლას საყვარელი მომღერალია მეგობრებო რა ქვია ამ კაცს არ გეტყვი თქვი გარდაცვლილია ვიცი და მითხარი რა ქვია მე ვიცი რაც ქვია მაგრამ
გონი ოლივერ ტრია. თეკლას საყვარელი მომღერალი მეგობრებო და საყვარელი სიმღერა. გარდაცვლილია, ახალი გარდაცვლილია. მე არ ვიცოდი. არც მომღერალი ვიცოდი. არც ის ვიცოდი, გარდაცვლილია და თეკლა მითხრა. მომასვლენია ერთხელ ეს სიმღერა და მითხრა რომ ახალი გარდაცვლილი არისო. როდის გარდაცვალაო? ეგეც იცის დაჟე. 14 ივლის? ივნის? თეკლას საყვარელი მომღერალი. 29 ივნის ხომ და დაბადების დღე. აჰა, ეგეც იცის. მოვიდა მეგობრებო საღამო, წყალიც მოვიდა, 11-ზე უნდა მოსულიყო, მაგრამ ჩვენ დახასიხარბლოთ. ნელ-ნელა მოდის. აი მოვიდა. მე კიდე მაღაზიაში მივიდვარ, იმიტომ რომ პური აღარ აქვს. თეკლას ჩავუშვებდი და იყიდიდა, მაგრამ აქ მაგნიტში მარტო ის იფლის პურებია და მე იფლის პურებს აღარ ვყიდულობ. ამიტომ აქით წავალ, იქით საცხობში მეზარება გასვლა, იდეაში საცხობი უფრო ახლოა, ვიდრე აქით კალათა მაღაზია, მაგრამ მაინც კალათაში წავალ და ვიყიდოთ პური, მაგრამ სანამ პურს ვიყიდით და კიდე რაღაცას ვიყიდით, რას ვიყიდით, გევიარ, გადავხედავ მაღაზიას. მინდა ეს პომადა გაჩვენოთ. თქვენ ესეთ რა პომადაა? და თქვენ ეს რა ფერია? ეს პომადა მეგობრებო არის Maybelline-ის 30 ნომერი, ვარდისფერი. ხო, ამას ხშირად ვისმევ და არის მართლაც ვარდისფერი. მაგრამ რა არის აქ კიდე დამატებული, რაც იასამნის ფერს ხდის? ჩემ და მოულოდნელად, მეგობრებო, ანუ ტუჩებზე პომადის წასვლა გადავწყვიტე. ვეძებდი ფანქრებს. კონტური რო გამეკეთებია ჯერ და მწვანე ფანქარი ვიპოვნე. მწვანე ფანქარია. არ ვიცი ეს რისი ფანქარია, ადააწერია და ნომერი და ყველაფერი გადაშლილი და ძალიან ძველი ფანქარია, მაგრამ მწვანე ფანქარია თვალისა იდეაში. ამითი გევიკეთე კონტური, ძალიან მკვეთრი მწვანე არის, აი. ანუ არ მინდა რომ ჩავაწვე, ძალიან მკვეთრი მწვანეა. წევისევი ეს კონტური მეგობრებო და მე გადევისევი ეს პომადა და ახლა ვქენი. ასე რომ ვქენი, ეს ვარდისფერი პომადა და ეს მწვანე ფანქარი ერთმანეთში რო გადაერია, ჰოის საოცრება მე რომ მიყვარს. იასამნის ფერი პომადა მივიღე. განსაკუთრებით ანგეშეტყვა ეს სამხედრო. ასე რომ ვარდისფერი პომადა ვისაც გაქვს, მეგობრებო, მატოვი ქვია, მე მგონი ამას უყო რომ გაშრება ტუჩზე და მწვანე თვალის ფანქარი ვისაც გაქვს, სადაც ტუჩზე. მედია გამოგიბათ თქვენს, რა ვიცი, მე გამომივიდა. და იმაგის ხომ. კიდე წავედით მაღაზიაში, ხო, მოვიდა წყალი. წავედით ახლა მაღაზიაში ნაგვები მიმაქვს. ნაგვები მაქვს რამდენი ვიცი, ქვეყანა. ხო. აგია. ეს იმფრად ნაგავია. ეს ცოტა ძველი პურები მომრჩა და მაგისაც წევიხეთ. მოკლედ წავედ, სახ დაგრეულია. საბა, რომ მოვალ საწოლი დაგხვდეს დალაგებული. წერტილი. გელოდებ. წავედით, ნახე რამდენი ნაგვები აქვს საზამთროსკენ რაღაცები აქ. გამოვედი მეგობრებო. ესეთ ხურბლიანი ამინდია, ხელი მომტეხა ნაგავ. რამდენი ტრაილერებია შეხედო. საიდან მოხდნენ აქან დეიკარგენ, მე მგონი ფიქრები არის. ფული ნომრებია, აი ბოლო ქართველი. სტანდი მოვიდა, ახლა რა მოვიდა. არა ქართველი რო უკან მიყვება, ასე იდეას წინდა წავიდეს გასაკვირველი. აი მოდი. აი მე და ეს მოვაშორ, იგი არის ძიმე და საკვა. ესეც ნაგავი და აქანა ცოტა ძველი პური. აქ. დავით ხა ეიჭნა ჩევიდე. იმ ადგილზე ფოტო. აი იმ წითელ შენობას უნდა ჩევიდე. და მან ვიყიდა პური. всё, ლუკა იყურებდა ფანჯრიდან. სად მიგიხარო აქ? მოთხა პოსტადელეთ ხო. всё, მივედი. აქ ვინ არის? ვინ არის ეს გოგო? ჰა? დედა რას ცხებოლა, კიტრი უნდა ვიყიდო კიდე თუ იქნა ზაზუნ გოჭებისთვის. კიტრი უყარს მაგას. ოვე. კიტრი თუ არის, არის.
აქ შევიღებ და ავწონოთ. კიტრიტო. სადაგო. აგერი ყავი. პაკეტის შევიღებ კიდე გულკეთილ უკასუკას. რაჭი კიტრი ავწონოთ. ბევრს ავიღებ, მე მიხუშტება. Ja. ორი კიტრია აქ და ლარი 14 კაი გინდა ეს აკვეს ჩამოვარდი გინდა აკეთ ეს ნოვლი აქციაში ეს დიდი პაკეტები არის აქციაში რომელი ჯობია ეს აქციაში ორივე სერტიფიკაცია არა ეს უფრო იაფია ეს მეორე მოდი მაშინ ესე ვიღოთ ორი ცალი ვიღოთ შაქარი მაქვს მგონი ახლა შაქარი აქ უნდა იყოს აუ შაქარი აქ იქეთ ხო კაი შაქარს მაინც ვიღებ მაგრამ მეიცადე კარაქი მინდა პრეზიდენტის კარაქი სადანია არ არის აქანე გქონდა საერთოდ აგერა ვაი დამიბრმავდა თვალები ვაი მე რა იაფია აქ ნახე 5 ნახევარი 5 ანუ 6 ლარი ღირს რა კაი აქცია მა უსწრს ვიღებ ორი ვიღო ანუ 6 და 12 ლარს იქნება ხო კაი მიცადე ეს ორი ცალი კარაქი პური აგერ არ ხედა შაქარს ვიღებ კიდე აგე პური ისა ეს რა გამხმარია ეგი ეს შევი აგი პური და შაქარს ვიღებ მეგობრებო ვეღარ ვიღებ მაცალით ცოტა ხენდა მოვიყიდე ვაი არ მკითხო რამდენი სხვა იდეაში პურის საყიდლად გამოვედი და 40 ლარ დავხარჯე რა ვიყიდე 40 ლარ აქვს განსაკუთრებული არ აქვს ესაა ჩვენი ბინა ეგი კიდე ქვასავით მძიმეა ჩემ მანქანასთან უსუნოსთე და წავედით სახლში ვარდები კიდე გაზრდილა ავდივარ აი ეს მომენტი მეძღება და აკებებზე ვარდივარ მესამეზე ვარ მესამეს მერე ვიღლები განსაკუთრებულად აი სიგარის მოწვა 5 დღეა მიმიწევია სიგარი მაშინ კამფეტებით ამოვდიოდი Yes. Ready. Hi. Გამიღეთ. ამის დავალება მივეცი. ერთ სლოვენი უნდა გადაესწორებია. მეორე სპორტზე რაღაცა ისხო და ის უნდა მოეშორებინა. ნახოთ რა გააკეთეს. ლუკამ თავის მოვალება შეასრულა. აქ იყო დაწყებული რაღაცა. საბასაც შეუსრულე. დაჟე მუღამ შეხვედი. მეორესაც ვარ. დედა რა გავქნა. ისეთი სახით შემომხედა რომ უთხარი რომ მოვალ, მე ვთხარი საწოლი დახდეს გადმოსწორებული თქო და ასე იჭყანა. გადმოუსწორებია და მეორეზე მუღამზე შესულა. მეორე სართული არ დაალაგო შვილო, ვერ ვხედავ, მაინც და მგიდია. დაანებ თავი. რასაც ვხედავ, მაგ დაალაგე. წყალი ხوار წასულა. წყალი ნახავ რამდენიმე ნახასარის ხიცი. ქვეყანა. და კაი ამორიცხავ ყველაფერს. აქ კიდე წყალი თუნდა გავავსო. ნაგვები დაიწყო ნაგვები. დაიწყო ესენი გასარიცხია ყველაფერი. თუნდა ამორიცხო მეგობრებმა რა ჩემ ნახოთ. დავიყიდე. ენი დედა. მეგობრებო. სარეცხი შევყაროთ, ბარემ სანამ განახეთ.
რა ვიყიდე, ერთ-ერთი რაც ვიყიდე, ეს არის ენერგეტიკული და არ არის კალცივი და საყოველთაოდ შევდოთ და ერთი კეთით მინდა რომ სარეცხი ჩავხოთ და გასარეცხები რაც არის შევყაროთ. თუმცა მოარი გასარეცხები რამე არის რომ შევყარო? აი ეს შევდიკია ვიცი, აქ ხორაფილი არა. არა, აქ არა რამე. აი მაშინ ეს შევდიკის მეგრე მივამატოთ სარეცხებს შემოშეკია. და აქ არის კიდე სარეცხი და შევყაროთ, ბარემ მაგასაც გავრეცხავ, რა ვიცი, მაგრამ გამოწოდებული ხანი, მაგრამ რავი, ნახეთ გაშლის ეხება. მე განმეორდები და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გუშინ გავრეცხეს სახელი უფასო რეკლამის დროა. აი, მე ჩავთავ ჯერ განახო. გუშინ გავრეცხეს სარეცხი. მაგრამ ანუ შევყარეს სარეცხი, მაგრამ ვერ მოვასწარი გაფენა, იმიტომ რომ ლუკა მივყავდა სტომატოლოგთან. სახში რომ მოვედი დაფენა უკვე დამეზარა, იმიტომ რომ საღამო იყო. აი მთელი ღამე სარეცხი იყო სარცხ მანქანაში. დღეს რომ გამოვაღე სარცხ მანქანა, გამოვარდა სასწაულის სუნი. და რო ვფენდი ამ სარცხს, თითოეული ვწქონდა სასწაულის სუნი. კარგი სუნი, რა თქმა უნდა. ეს არის ამის დამსახურება. მე მთელი გულით გიჩვენებთ, ხო იცი? ცუც არ გეტყვენო. აი პროსტა იასამის სუნი. აი პროსტა იყიდეთ ეს დასკრინეთ და ეს იყიდეთ ხალხო სადმე თუ შეგხვდებათ ამაზე კაი სარეცხს სითხეს თქვენ ვერსად ვერ იტყვით. რეცხვითაც ხო რეცხავს, მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ რა სუნი აქვს. რა სუნი აქვს? მე ახლა ვიყიდე თურქულ მაღაზიაში. საცხა 10-დან 10 ლარი ღირს. ნუ 10-დან 15 ლარი შუალედში ღირს. იყიდეთ გეხვეწებით პროსტა. იყიდეთ და ნახავთ რა სუნი აქვს. აი გარეთ თუ დადებ სარცხ მანქანის თავზე, თუ დადებ და ოდნავ თუ მოუშვებ, ეს სუნი ამოდის ზემოთ და მთელ სახში ტრიალებს. ანუ მანქანის დუხები როა რო კიდებ სარკეზე და მთელი მანქანა რო სუნი აქვს, აი ისეთია რა, გაგიჟებულია ისეთ სუნებს სასწაულს ნეტა შეიძლებაოდეს გადმოგცე. აი ღმერთსკენ პროსტა დატესტეთ რა. და ვინც ხმარობთ და ვისაც გაქვთ, ახლა იმედია დამეთ ხომ მეთანხმებით. თუ მეთანხმებით, დალაიქეთ ვიდეო ლაიჩოუში. ხო. ახლა კიდე მას ჩავთავ და ვნახოთ რა ვიყიდე, მეგობრებო და მე წავედი. იმას ის უნდა იმოქს, სარეცხს უნდა ამოვრეცხო ესენი ჭურჭლები. ჭურჭლები უნდა ამოვრეცხო. და ის გავუკეთო, პაკეტის გავუკეთებ ბავშვებს. მე ისე რომ ჯერეს ჩავთო 1200 ბრუნვაზე დავაყენო ფარფილი მოვა. ხო და ახლა ვნახოთ რა ვიყიდე კალათაში მეგობრებო. აბა თუ დეკიდება ეს. რა ვიყიდე კალათაში 200 გასარეცხა და ანდა განვასე. რაია რა რიგი ხელი მოვკიდე განასაწებოიანია. რაში ჩაყვეს ნეტა? მოკლედ რა ვიყიდე კალათაში 40 ლარად. იდეაში წევედი პურზე და 40 ლარი დავხარჯე, გეუნები ლუკა ვარ მეორე. ესე იგი გუმი ვიყიდე და რო გაცივდე შევდები მაცივარში პლუს პური რისთვისაც წევედი ერთ დაჭერბოს სხვათა შორის 91 და ეს 91 ეწერა, არის თუნდაც მართალი. ამაზე 4 ეწერა 91. აი შემდეგ ამგენს ძირითადად კბილეულები ვიყიდე. ეს ვიყიდე ამგენს 7 ლარამდე ღირდა, მთლიანი. ასევე ეს პატარა იგი თეკლას სამოუღე პირადად თეკლასია, იმიტომ ამას უყვარს იგი. ასევე ვიყიდე მეგობრებო ჟელიბონები 5 ლარი ღირდა, მთელი შეყრა. მე მიყვარს ჟელიბონები. გავსინჯოთ, იმედია შაქარი არა აქვს საკლილი. აი ბავშვობაში ჭამდი ასეთ ჟელიბონებს, აუ რა კაშხონი ამოვარდა, აი ჟელიბონები მიყვარს. ეს ცარიელი ქაღალდიცები, შენ დაი არ შემიჭამე ღმერთი მომოწ, მაგრამ ახლა გავხსნე. აბა გავხსნით როგორია. აუ ცოტა არა აქვს შაქარი. აი ესეთი მეგობრებო შრიფტავსი აქვს. იდეა შრიფტავსიანი არ მიყვარს ხოლმე ბავშვობის. ჩემ ბავშვ აი ეს ხო აი ბავშვობაში ის მიყვარდა ძალიან. ამის ფული ანუ დედაცებს ჰქონდა ხოლმე რა, რომ იღებდა პენსიას რაღაცას, რომ იმუშავებდა, რა ვიცი, იმუშავებდა კიდეც დედაცები, ნინოშვილის ბაღს ალაგებდა. აგი ასაწონობით იყიდებოდა და 1-2 ლარს 3 ლარსაც მიყიდდა ხოლმე და შაქრიანი არ მიყვე უგენეს ხარ და დაიყარა გოქვემოთ. აი აუ თო. აუ ფეროვანი. ასეთია. ეს ცივი.
და მომიტანა. შემდეგ. კიდე ვუყიდე ზაზუნებს, კერო და გოჭებს. 4 სალია და ლარი 14-ის იყო? არა, საჭველი ზაზუნი. ხო, ის რა ქვია, ტებადობამებს, მეგობრებო და გათიშვა მომიწია, ანუ მაგას გეუნებოდი. შემდეგი არის შაქარი ვიყიდე. და 2 სალი პრეზიდენტი ვიყიდე. პატარები 6 ლარი და 1. და ბოლო ნივთი რას მაღაზიაში ვიყიდე. არის 2-3 პაკეტი ხალხო და ეს ყველაფერი რაც განახე. კიტრი, შაქარი, 2 ცალი კარაქი, 1 პური, ეს მარმალადი, პლუს ეგი. ეგი. და ბუმი. და ბუმი მეგობრებო, ეს ყველაფერი ხო 40 და დაჟე მეტის იყო, ანუ 40 და აუ რამდენის იყო, მე ზუსტი მაჩვენებს, აი მობაილ ბანკებში აღარ მაჩვენებს. მობაილ ბანკებში აღარ მაჩვენებს იმას, რა ქვია, რომ მეჭრება ეს თანხა, რატო არ ვიცი. 40 ლარა 15-ით გადამიხდიანი, ანგენიში. წავედი ახლა ეს ჭურჭელი და ამოვრეცხო, როგორც გითხარით მეგობრებო და სადაგზე კიდე მოვარ. ამოვრეცხე მეგობრებო ჭურჭელი. ვაკეთებს პაკეტის, კვერცხი შევიწვი, შევჭამი და ლუკამ რო დამინახა მე სმინდაო და შევუწვი ლუკასაც. ეს კიტრების ამოვრეცხეს, სარეცხის 16%-ზე დარჩა. თეკლა და რატია გერ არიან. იმის საყვარელი ის ველური ალფაჯი. კუდიანი. გარეთ ხიაჩი. კიტრი ჭამა? კი. ახლა მას კიტრი უყურსა. ხოდა ესეთი ამბიგია მეგობრებო, აქ ესენი ახლა ნელ-ნელა ჩაიწევს ასე და გავაკეთებ. ჩაიწევს. ესე, სანამ მეგობრებო ასეს პაკეტის ჩაყრით, მანამდე ზეთი ჩაასხით ცოტა, რო არ მიიკრას ერთმანეთზე მაკარონებმა და მარილი ჩაყარეთ ცოტა. ეს იმათმა, ვინც არ იცოდიეთ. ხო. აი ეს შეიხარშება ახლა ეგი და გაკეთდება მალე და შენი კვერცხი გაკეთდა დაჯექი. აგენდორზე. მეცე მონახე. ასე. და ჩოუწვით ამასაც ძალიან. ასე. ეს ველური ეს. ეს ბინგო კი არა, ესაა კობრა. გლობა. არ უნდა მეყიდა დიდი შევწთი. პატარა უნდა მეყიდა. აი ესეთი არის ეს ვირი ეგია. ლავინი. კოკდი ალა. ვირი არის. ვირი ალა. აბა რა არის? აი კვერცხი მეგობრებო. კოდრა. კოდრა ალა კვალი. რადიო გველი? გველი? კი. რა ის გველი გვერდსა დამფაროს. ვითოხლო კვერცხზე მეგობრებო, აი ესე რომ გადმოდის. და ხო გაი ლუკა. ესეთი მყავს ბავშვობიდან ან ძალიან და ლუკამაც ახლა მოითხოვა ასეთ გამიკეთეო და ახლა ეს ჩახეთქე და გამომასწრე და ამოწმინდე. ემასკერა პულით გახეთქე ბიჭო. და ხანი უყურეთ მეგობრებო. ლუკას ცოტა ხანი ძალიან და მე ესეც მალე მზად იქნება. რა გინდა მაგას? წყალი გინდა? აი ახლა. პურით ჭამე. დაუჭა.
Chocolate. What? Yeah. Yeah. Aqui. Magivitsi dais qimele ginda. Total. Amas rotasqa. Anime. ჭამე? ეგი რა, მეგონა უფრო ბევრი შეჭამე. თამაშობდი? არა. მაიმუნობდა უოჭორი. ჰა? ანემაი. სანამ თქვენ ლუკას უყურებთ პროგრამებო, მე სარეცხი ჩამოვხსენი. აი ის კეთდება. ასე. სულ ახანში ვსად იქნება. ეგი რა ვიცი, მეგონა საჭმელი შეჭმულს დამახვედრებდა და რა ვიცი რა შევოდა, ხნა არ ვიცი. სარეცხით ჩამოვხსენი ხო მეგობრებო? აი და ისევ მორჩა მეგონა იმას გავუჩენ ახ სულ ახანში. ასე დავკეცეთ ან ეს არის. შალია ყველაფერი. კეთე მეგობრებო, სპაგეტი, ჭამენ, კარაქით უქენი. ცოტა დარჩა კიდე აქ. მეტყობა ძალიან ბევრი მომივიდა რა. სარეცხიც გაირეცხა და მესამე პარტია შევყარა ის ძუმბლიანი პირსახოც შევაგდო წითელი. რო შემიღება ყველაფერი და ვნახოთ კიდე გამოვიოთორა წითელი ფერი. და ამასთან ის შეღებილი პირსახოცები შევყარა კიდე, იმიტომ რომ შემეშინა სხვა სარეცხში გარეცხვა, რომ იმასაც ვერ გადასულდა მე. რომლებიც გამიგდა. ლაივი მქონდა მეგობრებო ჩართული, კაი ხელად რო გავიდა, სარც გერიცხმა აღარ გავფენ. წვიმა არის ამაღამ გამოცხადებული და მეზარება. მაგრამ იქით გავიდეთ და ვნახოთ იმ წითელ პირსახოც კიდე გამოვიდა თუ არა ფერი.
მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ, ლაივი მქონდა ჩართული, ვაიმე ძალიან დიდი მადლობა, კაი ხალხი ვინც იყავით. გაგახაროთ ღმერთმა, მეგობრებო, როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან კარგი ლაივი იყო და ძალიან ბევრმა კარგმა ადამიანმა დამეხმარა ასევე და უზომო მადლობა თითოეული თეთრისთვის და თითოეულ კაი კომენტარს ვინც მიწერდით და რა ვიცი, კაი თვალით ვინც მიყურებთ და მიყურებთ ზოგადად. უზომო მადლობა. ძალიან გამახარეთ. რაც შეეხება პომადა მოეწონა ვაიმე ღმერთო რამდენი კომენტარი. ყოველ წამს ერთი და იგივე კითხვა. რა გისვია, უпроსტად რა გისვია. რა მისვია მეგობრებო და ეს არის კომბო. ეს პომადა არის კომბო. დღეს ლაივში ვისწავლე სიტყვა კომბო. არა, ისედაც ეს სიტყვა ვიცოდი, ანუ კომბო სიტყვა გამიგია, მაგრამ რას ნიშნავდა არ ვიცოდი. მაგრამ სანამ დამიწერდნენ რას ნიშნავდა, მანამდე მივხვდი მეც. კომბო ყოფილა მეგობრებო დუეტი, ანუ მაგალითად ტუჩის ფანქრის და პომადის კომბო. ანუ ტუჩის ფანქარი და პომადა ასე რომ ისამ ეს არის კომბო. ერთ-ერთი ეს ამას ნიშნავს. ხო და ამ პომადას მე დავარქვი მეგობრებო კომბო. კომბო არავისგან არ მისწავლია. შემთხვევით წევისები მწვანე ფერის კონტური. მეგონა რომ არაფერი ისეთი როგორც ჩვეულებრივ ფანქარს ვისობ ხოლმე ტუჩზე და მერე ვისობ პომადას, ეგეთი განზრახვა მქონდა, დიდი არაფერი სხვა, მაგრამ ჩემ და გასაკვირად მეგობრებო აღმოვაჩინე კომბო. და გირჩევთ სულ გააკეთოთ. ხვალ სხვა ფერ პომადაზე დავტესტოთ, როგორი კომბო იქნება მწვანე ფანქარი. ანუ მწვანე ფანქარი მისვია კიდე ერთხელ ვიტყვით, რომ ძალიან ბევრს მოგეწონათ მეგობრებო ეს პომადა განსაკუთრებით თავებზე იასამისფერი, ულამაზესია. ვაიმე ღმერთო, ეს ბოროტი და აყროლებული ხალხი, ქალო, შემოდიოდნენ ლაივში და პომადაც კი შურდათ, ანუ პომადაზეც მაბულინგებდნენ, ანუ რა უშნო ფერი გისვიაო ტუჩებზე, ასე მიწერდნენ და მე რო დევიჯერე მეგობრებო. მე დევიჯერე და მჯერე რომ ძალიან უშნოა ეს პომადა, უშნოესია. მე ჯერ აღარ წევისო, ისე დევიჯერე. ხო და კიდე ერთხელ გეტყვით, მწვანე ფანქარი წავისვი ტუჩებზე, მერე ვარდისფერი პომადა წავისვი და ასე კარგად გადაურიე ტუჩებით ერთმანეთში და მივიღე კომბო, ქეთინოს კომბო, იასამნის ფერი, კაკრას გამიმართლა რა ფერიც მიყვარს ის ფერი დავსვი და სხვათა შორის ძალიან გამძლეა. ამ შემთხვევაში გამოვიყენე მეიბლანის პომადა ვარდისფერი. და ისეთი პომადა გამიყენეთ მეგობრებო მატოვი, რომელიც აშრება, რომ უფრო დიდი ხანი გაგიძლებთ. ხო და აი რა ვიცი, მეცადე აი ესე გადავიდა, ძალიან ცოტა. ესეც ახლა იმიტომ გადავიდა, რომ ის ფანქარი რო აერია ამ პომადაში, იმიტომ გადავიდა, თორე სხვა შემთხვევაში მეიბლანის ისეთ პომადები რო არ გადადის ხელზე. მაგრამ ეს ახლა ფანქრის გამო გადავიდა. ცოტა წეპოიანი მაქვს კიდე ტუჩებს. სხვა შემთხვევაში მეტი არაფერი ძალიან მომწონს. ხვალ მეგობრებო, ერთ მწვანე ფანქარი სხვა ფერის პომადაზე დავტესტოთ და ვნახოთ რა ფერს მივიღებთ. და რა ვიცი, ძალიან ლამაზია რა. და ამ პომადას დავარქვი მე კომბო. იმენა კომბო ქვია რა. კომბო პომადა, ნომერი არ ვიცი, ნომერი იყოს, ნომერი 69. ხო, ეგ იყო, სხვა მეგობრებო გადასაღები არაფერი აღარ არის. აქ უკვე დაგემშვიდობებით მე თქვენ ხვალამდე, მაგრამ იქეთ გავიდეთ და ის ვნახოთ. პირსახოცი. ყელსაბამზე მიწერდით კიდე და ეს ყელსაბამი თემუსია მეგობრებო, აი მეც ძალიან მომწონს ეს ყელსაბამი. მაგრამ იმედია რომ არ იმას იქნება, რა ქვია, არ დაიჟანგება მალე რა ვუფრთხილდები იშვიათად უკეთებ ძალიან. ხვალინდელი დღის გეგმახსა ხარ რაც შეეხება ხვალე ხელოსანთან ვარ მისასვლელი, იცის რომ უნდა მივიდე. 3-ისთვის უნდა მივიდე, 3-ისკენ მოდი ასე მითხრა. და მანქანაში უნდა გამოვცვალო მეგობრებო მატორის ზეთი თავისი ფილტრით. ხო. ეგ გეგმა არის ხვალისი, მეტი არაფერი. ნერვიულობ ძალიან მანქანაზე. და უნდა ხვალ მაგი გავაკეთო და აქვე ის რემენი რო გამიწყდა და რო გავაკეთე, ეგ რემენის დამჭერიც უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ როგორც მითხრა გუშინ ხელოსანმა, ის დამჭერი გაფუჭებულია. და იმედია ექნება და მაგასაც გავაკეთებინებ მეგობრებო თუ არა და მე სამტრედიის ხიდის ქვეშ შევალ და მან ვიყიდი იმ ნაწილს და დავაჭერიებ მაგრემენს, იმიტომ რომ ისე არ შეიძლება მეგობრებო სიარული მე ახლა ამ ხელა გზებზე რომ დავდივარ და რაღაცა კიდე ისეთი სიტუაცია რომ დამემართოს, რაც
ფოჩი დაგვემართა იმ დღეს და თან მარტო რო ვიყო მით უმეტეს ხო გამისხდა გული. ამიტომ ხო მანქანა უნდა მყავდეს წყობში. ეგ არ ხვანდელი დღის გეგმა მაგას თავი დაანებე ლუკა დუხებს არ დუხებთან ამისული. ხო, სულად იყო მეგობრებო, სახლი დასალაგებელია და არნე დალაგებას არ ვაპირებ, არადა ძალიან დაგრეულია სახლი, მაგრამ არ შემილეხმოს დალაგება. ეს ის ტყილა გამაკეთების პაკეტი ამდენი ტყილა გამაკეთების ამ მაიმუნებმა აგერ არ შეჭამეს. და ტყილა გამაკეთები ეს და მე ეს პაკეტი არ მიყვარს, ადრე მიყვარს და ახლა აღარ მიყვარს და რა ვიცი მე სამართლად წავა ძაღლებთან. ხო და ეხლა გამოვიდა ეს ეს პირსახოცი და ვნახოთ კიდე გოვიდა თუ არა ფერი ამ ზუნგლიან პირსახოცს. აჰა. ესე იგი ეს ასეა. ხო და ამას რაც შეეხება ამას ახლა ისედაც გადასული ქონდა ამისი ფერი ამას და ეხლა რო გითხრათ კიდე გადასულია უფრო მეტად გაწითლდათ ხო ვერ გეტყვით ანუ მაგრამ ოდნავ ისევ შეღებილია ხო ოდნავ კიდე უფრო მუქია ვიდრე შევაგდებდი ეხლა ხო და აი პირსახოცი არ ვიცი ეს პირსახოციც მასე არ მედი არაფერი ანუ ეს გაფერადებული პირსახოცები გავრიცხე ერთად ეს ალბათ უფრო რო გავიგო გადადის თუ არა კიდე ფერი ამ პირსახოცს ალბათ თეთრი რაღაც ნაჭერი უნდა შევაგდო შიგნით და უნდა დავატრიალო და მაშინ უფრო გევიგებ. გამშვიდობი ახლა შენ მეგობრებს ხვალამდე. მეგობრებს ლუკას კინდერი. ხო, ეს ამოვიდა ლუკას. ხო, დაიმშვიდობი ახლა შენ მეგობრებს ხვალამდე. საბა შენს დაიმშვიდობი მეგობრებს. ლუკა დაიმშვიდობი მეგობრებს. სადა ხარ ვიჯო? აგერა. აგერ, ხო იმეზე ვიცუყურე. ახლა რატო ხარ მიძურწული? თარგვი რომ მივა კუთხეში ისე. დაიმშვიდობი მეგობრებს. და ლოგინი გადაასწრო როგორც დაანგრია ისე. არ გვემშვიდობები? კაი, მშვიდობება მეგობრებო გაბრაზებულია. ტელეფონი წავართვი, აშჯერ დამიგდო ძირს. ეს ტელეფონი 13 ეს რო გაფუჭდე შეიძლება თქვიდან გადავიდე მართლა. და მე მართლა არ აღარ დავინდო. აშჯერ დააგდო ძირს, აშჯერ. დღეს მარტო. მშვიდობიან ხამეს გისურვებთ ყველას მეგობრებო. მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის. 27 წუთი არის 12-ის. და ტკბილი ძილი და ბედნიერი დილა გაგიჩვენოთ მეგობრებო. ღმერთმა და დროებით დაგიბრუნდებით ხვალიდან მეგობრებო. არ გემშვიდობები? არაო. არა? ოკეი.